რას ნიშნავს, როცა ადამიანები ამბობენ, რომ დისპეპსია მაქვს? ან საჭმლის მოუნელებლობა მაქვს? რას ნიშნავს? ეს არ არის ერთი დაავადება, რომელზეც ვიტყვით, რომ დისპეპსია არის ეს და ეს დაავადება არ არის ასე. დისპეპსია არის რამდენიმე სიმპტომი და ეს სიმპტომი არის დისკომფორტი მუცლის ზედა ნაწილში, ძირითადად შუაში და ეს დისკომფორტი დაკავშირებულია საჭმლის ჭამასთან. ანუ საჭმელთან რამე ფორმით არის დაკავშირებული. აი ამას ეძახიან დისპეპსიას. დისპეპსია შეიძლება ქონდეს ათეულობით მიზეზი, ან ბევრი მიზეზი, მაგრამ თუ ავიღებთ ტოპ 5 მიზეზს, ეს ტოპ 5 მიზეზი ახსნის შემთხვევების 80%-ს ან მეტს. ამიტომ განვიხილავთ ამ ტოპ 5 მიზეზს. პირველი და ყველაზე ხშირი სცენარი არის ასეთი, რომ ადამიანს ეგრევე, როგორც კი იწყებს ჭამას, ძალიან მალე აქვს შეგრძნება სისავსის და აქვს ტკივილის შეგრძნება, ეს ტკივილი არ არის ძალიან კლასიკური გაგებით ტკივილი, არის დისკომფორტის შეგრძნება და სისავსის შეგრძნება. ანუ ჭამას როგორც კი იწყებს, მალევე აქვს სისავსის შეგრძნება. და საჭმელის საკვების მიღების მერე აქვს აი ეს შემაწუხებელი სისავსე. ტკივილი შეიძლება იყოს საკმაოდ ან არ იყოს, შეიძლება წვის შეგრძნება ქონდეს მუცელში, სხვადასხვანაირად, მაგრამ დისკომფორტი არის ყველა შემთხვევაში. და აი რომ გამოიკვლიო ეს ადამიანი, არაფერი განსაკუთრებული არ ექნება, ანუ უბრალოდ ცოტას ჭამს, ეს ცოტას ჭამის დროსაც უცებ ივსება, იტყვის რომ აი აღარ მშია, აღარ მინდა საჭმელი და მუცელში გაქვავების შეგრძნება მაქვს, შეიძლება თქვას, სისავსის შეგრძნება მაქვს. მალევე და სხვა რამე ისეთი არაფერი არ აქვს. დაავადებაც რამე არაფერი არ აქვს. ამას ეძახიან ფუნქციურ დისპეპსიას. ძალიან გავრცელებულია. ფუნქციურ დისპეპსია არ არის კონკრეტული დაავადება, არამედ ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის ყველაზე ახსნადი არის, რომ ტვინის და ნაწლავების კავშირი არის შეცვლილი, უფრო მგრძნობი არიან ნაწლავები, მათ შორის კუჭი და უფრო მგრძნობიარია საკვების მიმართ და ამიტომ აქ ადამიანს ეს ადრეული სისავსის შეგრძნება. რა არის გამოსავალი? გამოსავალი არის ცოტა პატარა ულუფებით ჭამა და ხშირ-ხშირად და ჭამან კვება ნელა და ის საკვები უნდა აიცილოს ადამიანმა, რაც ტრიგერია, ანუ რაც იწყებს ამ დისკომფორტს. ხშირად არის ესეთი საკვები: ცხიმიანი, მწარე და მჟავე. ვარჯის მნიშვნელობა აქვს, იოგას მნიშვნელობა აქვს, მედიტაციას მნიშვნელობა აქვს. ზოგჯერ ომეპრაზოლი ეხმარება, ან ანტაციდები ეხმარება კიდე. ზოგ შემთხვევაში ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, ეგენი არის პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები. ზოგჯერ ეგენი ეხმარება, ზოგჯერ ანტაციდები თუ კი მომენტალურად დისკომფორტის მოხსნა უნდა. მეორე ყველაზე ხშირი სცენარი არის, როცა ადამიანს აქვს გულძმარვა. ანუ ეს გულძმარვა დაკავშირებულია საკვების მიღებასთან ან დაწოლასთან. ანუ ადამიანი როცა დაწვება, გულძმარვა უძლიერდება, საჭმლის ჭამის შემდეგ გულძმარვა უძლიერდება. გულძმარვა რა არის? წვის შეგრძნება, მკერდის ძვალი ხო გვაქვს, ეს რომ მიიდო ხელი, რაც მყარია, ეგ ამ მკერდის ძვალი აქვს წინ პირდაპირ, მაგის უკან წვის შეგრძნება. ამას ეძახიან გულძმარვას. ეს გულძმარვა თუ საკვების მიღების მერე ძლიერდება, ან დაწოლის მერე ძლიერდება, ამას ეძახიან გასტროეზოფაგალურ რეფლუქს დაავადებას. ყველა გულძმარვა არ არის, რა თქმა უნდა, გასტროეზოფაგალურ რეფლუქს დაავადება. თუ ადამიანმა ჭამა ბევრი და უცებ წამოწვა, მაგალითად, კვებიდან შეიძლება განვითარდეს, ეგ არაა პრობლემა. მეორეს მხრივ, თუ კი ანუ ეს სიმპტომები ხშირია, მაშინ ამას ქვია გასტროეზოფაგალურ რეფლუქს დაავადება. ზოგ ადამიანს არ აქვს კლასიკური სიმპტომები და შეიძლება ქონდეს ხანგამოშვებით გულძმარვა, ან არ ქონდეს, მაგრამ რაღაც დისკომფორტი ქონდეს, ყელში ბურთის გაჩხერის შეგრძნება ქონდეს, ესეთი ადამიანი იტყვის, რომ აქვს მწარეს შეგრძნება პირისურულში, ან რაღაც მჟავეს შეგრძნება პირისურულში, ან ხველა, ქრონიკული მშრალი ხველა, ესეც გასტროეზოფაგალურ რეფლუქს დაავადება. ანუ გასტროეზოფაგალურ რეფლუქს დაავადება მხოლოდ გულძმარვით არ შემოიფარგლება, მაგრამ დისპეპსიის ხშირი მიზეზია. განსაკუთრებით ადამიანი მიუჩივია, რომ შეჭამს ცხიმიანს, შეჭამს მწარე, ცხარეს, რამე მჟავეს მნიშვნელოვნად, კოფეინს და ალკოჰოლს და ეწყება გულძმარვა. ეს გულძმარვა მნიშვნელოვნად ძლიერდება, აი მაგალითად კოფეინის მიღების დროს, ან ალკოჰოლის მიღების დროს, ან ღამე ჭამისას, ან დაწოლისას.
ასეთ დროს გამოსავალი არის პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, ომეპრაზოლი, ლასოპრაზოლი, პანტოპრაზოლი ესენი. ანტაციდები იყიდება პირდაპირ დასალევი რო არის ეგენი და მაშინ ხსნის სიმპტომებს. მაგნიუმის თუთიის და სხვანაირებია მოკლედ. მაგრამ ეგ სამკურნალო არ არის, ეგ მხოლოდ სიმპტომების მოსახსნელი და მცირე ულუფებით ჭამა მნიშვნელოვანია. ნელა ჭამა დაწოლის წინ არ ჭამა დაახლოებით 3 საათით ადრე და თავის ზევით დადება. ბალში ცოტა რო აწიოთ დაახლოებით 20 სანტიმეტრით, რომ თავი იყოს ცოტა ზევით, სხეულის ზედა ნაწილი იყოს, რომ გრავიტაციით საკვები წავიდეს ქვევით და არა ზევით. ბევრი ექიმი ნიშნავს ხოლმე პროკინეტიკებს. პროკინეტიკები არის კუჭის დაცლას აუმჯობესებს და ასევე საყლაპავის სფინქტერის მოჭერას აძლიერებს. და ნიშნავენ დომპერიდონი მაგალითად მეტოკლოპრამიდი ნიშნავენ ხოლმე მაგას, მაგრამ გვერდითი ეფექტები აქვს მნიშვნელოვანი. ამიტომ თუ არ არის დადასტურებული შემთხვევა, რომ კუჭის დაცლა არის შენელებული, მაშინ არ არის სასურველი ეგეთი პრეპარატების დანიშვნა. თუმცა ბევრ შემთხვევაში არის ეფექტური. შემდეგი მიზეზი არის კუჭის და 12 გოჯა ნაწლავის წყლული და ამან როგორი ტკივილები იცის. მუცლის ტკივილი იცის შუა ნაწილში, უმეტესად შუა ზედა ნაწილში და მაგალითად კუჭის წყლის შემთხვევაში ტკივილი აღმოცენდება საკვების ჭამის შემდეგ რამდენიმე წუთში, ან 1 საათის ფარგლებში. ეგ ხშირად არის კუჭის ტკივილი და კუჭის წყლით გამოწვეული კუჭის ტკივილი. თუ 12 გოჯა ნაწლავშია წყლული, ანუ ეს წყლულის აქვს ორი ძირითადი მდებარეობა, კუჭი და 12 გოჯა ნაწლავი. ან ერთი ან მეორეა. თუ 12 გოჯა ნაწლავშია წყლული, პირიქით საკვების ჭამის მერე კი არ იცის ტკივილი, მშიერზე იცის ტკივილი, ან ღამე იცის ტკივილი და საკვების მიღების მერე დროებით ყუჩდება ეს ტკივილი. იმიტომ რომ საკვები ამ მჟავაში მჟავა განეიტრალდება საკვებში, როცა საკვებს მიიღებს ადამიანი და ნაკლები მჟავა გადადის 12 გოჯა ნაწლავში. ამიტომ ნაკლებად ტკივა ადამიანს. ამიტომ რომ მშიერზე იცის ტკივილი, მაგრამ როცა შეჭამს საჭმელს აღარ ტკივა. და კუჭის წყლის შემთხვევაში პირიქით საკვებს რომ მიიღებს ადამიანი, მერე იწყება ტკივილი, რადგან ამ შემთხვევაში ის არის რომ საკვები ასტიმულირებს მჟავის გამოყოფას კუჭში და ეს მჟავა რო გამოიყოფა კუჭში პირდაპირ მოქმედებს აი ამ წყლზე და ადამიანს აქვს ტკივილის შეგრძნება. ეგ არის მექანიზმი. კუჭის და 12 გოჯა ნაწლავის წყლების შემთხვევაში მკურნალობა არის ანტიბიოტიკები, რადგან უმეტესად ბაქტერია იწვევს ამ წყლულს და ბაქტერიის ამოკვეთაა მთავარი. სპეციალური კურსი არსებობს, მაქვს ამაზე ვიდეო, თუ გაინტერესებს შეგიძლიათ ნახოთ პეპტიდური წყლის მკურნალობა და დეტალურად არის ახსნილი. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მისი უყურადღებოდ დატოვა, წყლის უყურადღებოდ დატოვა არ შეიძლება, რადგან შეიძლება გაიხეს, რაც ძალიან რთული გართულებაა. შეიძლება სისხლდენა დაემართოს, რთულია ასევე, შეიძლება სიმსივნეს გარდაიქმნას. ასევე რთულია, ამიტომ მკურნალობა არის აუცილებელი, წყლის მკურნალობა არის მნიშვნელოვანი. თუმცა ამ სიმსივნით გარდაქმნის ალბათობა დიდი არ არის, მაგრამ მაინც არის საყურადღებო და საგულისხმო. მეოთხე სცენარი არის გასტრიტი. გასტრიტი არის კუჭის ანთება, ანუ ის კუჭის და 12 გოჯა ნაწლავის წყლები, ეს არის კუჭის ანთება თვითონ. განსხვავება არის ის, რომ იმ შემთხვევაში კუჭი რაღაც ადგილას გვაქვს წყლული, დაწყლებული ადგილი და ამ შემთხვევაში მთლიანი კუჭის ანთება გვაქვს. აი ესაა განსხვავება. და ამ შემთხვევაში წვის შეგრძნება აქვს ადამიანს, ტკივილის შეგრძნება აქვს ადამიანს, ეს ტკივილი უმეტესად აღმოცენდება საკვების მიღების მერე, ადამიანს სისავსის შეგრძნება აქვს, ადვილად ფუნქციურ დისპეპსიას გავს მოკლედ ეს ნიშნებით, მაგრამ ამ შემთხვევაში აი ენდოსკოპიას რო გაიკეთებს ადამიანი, აღმოჩნდება რომ არის ანთება მთელი კუჭის ქსოვილში, უმეტესად ამასაც იწვევს ბაქტერია, Helicobacter pylori, ზოგჯერ იწვევს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდების მიღება და ზოგჯერ იწვევს ალკოჰოლის მიღება, ანუ ალკოჰოლიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეს არის პრობლემა. გასტრიტსაც როგორც წესი ჭირდება ანტიბიოტიკების მკურნალობა და გასტრიტის დატოვებას უყურადღებოდ არ შეიძლება, რადგან წყლული შეიძლება განვითარდეს. ეგეც მნიშვნელოვანია. და მეხუთე მიზეზი, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი ასევე არის დისპეპსიის, არის ნაღლის ბუშტის პრობლემები. ნაღლის ბუშტის პრობლემია, როცა ადამიანს ეწყება ტკივილი, უმეტესად მარცხენა ზედა მუცლის მარცხენა ზედა ნაწილში და ეს ტკივილი დაკავშირებულია ცხიმიანი საკვების მიღებასთან. ცხიმიანი საკვების მიღების მერე თუ ეწყება მნიშვნელოვანი ტკივილი, შეიძლება ტკივილი იყოს მჭრელი, ძლიერი, ან ყრუ და გადაეცემოდეს ბეჭში შეიძლება
ესეთ შემთხვევაში ეს ნაღლის ბუშტის პრობლემებია როგორც წესი და უმეტესად მკურნალობა არის ქირურგიული გზით ნაღლის ბუშტის ამოკვეთა თუ იქ არის კენჭები და თუ იწვევს სიმპტომებს. უმეტეს შემთხვევაში, თუმცა თუ მსუბუქი სიმპტომები აქვს ადამიანს, თუ იშვიათად აქვს ეს სიმპტომები, მაშინ უბრალოდ დაკვირვება შესაძლებელია. თუმცა უნდა იცოდეს ადამიანმა, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება გართულდეს ეს, შეიძლება გულისრევა აღებინება ქონდეს, საკმაოდ ძლიერი ტკივილი ქონდეს, მარჯვენა მხარში, მარჯვენა ბეჭში გადაეცემოდეს ეს ტკივილი და ძალიან შემაწუხებელი იყოს. ტკივილი აღმოცენდებოდა ცხიმიანი საკვების მიღების მერე. ცხიმიანი საკვები ასტიმულირებს ნაღლის ბუშტის შეკუმშვას, ეს შეკუმშვა თუ კი მასში კენჭებია, ეს შეკუმშვა იწვევს გაჭედვას ამ კენჭის, კენჭი ვეღარ მოძრაობს, შესაბამისად ტკივილი ძლიერდება. ეს არის მექანიზმი. მკურნალობა უმეტესად ქირურგიულია, თუმცა შეიძლება მოწმდეს ტაქტიკაც, გარშემო მდგომარეობას. დისპეპსია საჭმლის მოუნელებლობა კიდე ძალიან ბევრმა პრობლემამ შეიძლება გამოიწვიოს, მაგალითად საკმაოდ სერიოზულმა მდგომარეობებმა, როგორც კუჭის სიმსივნე, მაგალითად პანკრეატიტი, ნაწლავების იშემია და ასე შემდეგ ბევრმა დაავადებებმა, საკმაოდ რთულმა დაავადებებმა, მაგრამ შედარებით იშვიათია ეგენი. ასევე შეიძლება იყოს ძალიან კეთილთვისებიანი მიზეზი, ანუ არაფერი განსაკუთრებული. მაგალითად, თუ ადამიანმა ძალიან ბევრი ჭამა და ძალიან ჩქარა ჭამა, დისკომფორტი ქონდეს მუცელში, ჩვეულებრივი ამბავია, ან ზოგჯერ ცხიმია, ძალიან მწარეს თუ შეჭამს, გაუღიზიანდეს მუცელი, ჩვეულებრივი ამბავია, თუ დაწვა ჭამის მერე ერთ ბაშად, ეგეც ჩვეულებრივია, ბევრ ალკოჰოლს თუ დაალევს, მუცელი კუჭი ეტკინება, ჩვეულებრივია და ზოგჯერ მედიკამენტებს თუ მაგალითად არასტეროიდებს ან ანტიბიოტიკებს იღებს, გულისრევა აღებინება შეიძლება ქონდეს, შეიძლება შებერილობა ქონდეს, იმიტომ რომ ფლორა შეცვალოს ბაქტერიული ფლორა ამ ანტიბიოტიკებმა. ასევე მაგალითად აი კოლა და ეგეთ რაღაცებს თუ სვავს ადამიანი, შეიძლება ეს ნახშირორჟანგი მიიღოს და შებერილობა გამოიწვევს, ან ჰაერ ჩაკლაპოს ადამიანმა საკვების ან სასმლის მიღებასთან ერთად და შებერილობა გამოიწვევს ამან. ესეც ჩვეულებრივი ამბავია. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმედით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.